არის დაცული კონსტიტუციით და ჩვენ უნდა ეს ენა დავიცვათ, რადგან ეს არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ეთნოსისა, კულტურის და ზოგადად ლიტერატურის იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს აი ამ პროცესში, რომელიც უკავშირდება აფხაზური ენის გავრცობას, შენარჩუნებას და განვითარებას. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჩავთოთ აკადემიური საზოგადოება აი ამ პროცესში, იმისათვის, რომ ჩვენ შევასრულოთ ის მისია, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. გულითადად ვულოცავ აფხაზური ენის დღეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა და მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის და კულტურის შენარჩუნება და განვითარება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. გაწეული ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც სამეცნიერო, აკადემიური, კულტურული წრეების წარმომადგენლების მიერ კიდევ უფრო გაძლიერდეს, მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია მიზნის გარშემო, იმის გამო, რომ აფხაზური ენის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან წილად განაპირობებს აფხაზური იდენტობის და კულტურის განვითარებას და დაცვას. ეს კი ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად წარმოადგენს აფხაზურ საზოგადოებასთან საქართველოს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას და პრინციპს. ტრადიციულად ჩატარდა აფხაზური ენის დღე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. წელსაც გადაწყვეტილ მიუხედავად COVID სიტუაციისა, ყველა წესის დაცვით ჩავატაროთ გამოფენა, სადაც მოვიწვიეთ სტუმრები, ბევრი რარიტეტული წიგნი არის წარმოდგენილი, ფოტოები არის წარმოდგენილი, მე-19 საუკუნის ფოტოები, პირველი ამბანი აფხაზური, აქ არის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილება 1918 წლის 2 მაისი გახდათ, როდესაც ამ შეკრებაზე ერთ-ერთი უპირველესი გადაწყვეტილება, რომელიც თესევამ მიიღო, იყო აფხაზური ენისა და რუსული ენის შესწავლის და გაძლიერების მიზნით, რომ შეიქმნეს მიმართულება. ძალიან ბევრი პროფესორი მოღვაწეობდა ამ მიმართულებით, დიმიტრი გულია იყო თესევის პროფესორი, ასევე სიმონ ჯანაშია მუშაობდა ამ მიმართულებით, ღალბატონი ქეთევან მომთაძე და ბევრი სხვა, ვინც საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო შესწავლას აფხაზური ენისა და ლიტერატურის და დღემდე ეს ტრადიცია არის სამივე საფეხურზე არის წარმოდგენილი ჩვენთან აფხაზური სწავლება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე და ბევრი პუბლიკაცია მზადდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე გამოდის დღემდე ძალიან ინტენსიურად. ჩვენი აი ეს გამოფენა, მინი გამოფენა მიწვეული არის სწორედ ამ დღისადმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განვლო აი ამ 10 ათეული წლის განმავლობაში აფხაზ კოლეგებთან ერთად მუშაობისა. მინდა გითხრათ, რომ აქვე არის წარმოდგენილი ქეთევან ლომთათიძის, არნოლდ ჩიქობავას ფოტოები, მათი მიმოწერა აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ მათ და აი ამ გამოფენაზე მნახველს ექნება საშუალება დაათვალიეროს იგი და გაეცნოს მას უფრო ახლოს.